აქ ჩემთან ერთად ასევე მომბრძანებული არიან ზეთამზისანის ქალბატონები, მათი ორგანიზაციაც ეწევა ასეთ საგანმანათლებლო კულტურულ ღონისძიებებს ატარებენ ხოლმე და აუცილებელია ახალგაზრდებთან შეხვედრა ასეთი ადამიანები. ამიტომ არის რომ ჩვენ გვერდით არიან. რაც შეეხება თემას დღევანდელს, ეს ჩემი წიგნის განხილვა იქნება, სწორედ იმ ნარკვევის და ნარკვევის, რაც მე ვნახე პირადად ცხოვრებაში, რაც გამოვიარე. წერალი არ გახლავართ, მაგრამ ცხოვრება მოიტანა. ასე ბავშვებიდან მითოლოგიით ვიყავი, შეტაცებული ასე ვთქვათ და შემდეგ მოხდა ისე რომ მოვხდი კუნძულ კრეტაზე, მინოსურ კულტურაში, ცივილიზაციაში, სადაც იქ უკვე ჩემი თვალით ვნახე ყველაფერი და ჩემი ყურით მოვისმინე. პატარა საქართველოა, კუნძული ქრთაც ასე ითქმოდა და რა თქმა უნდა მე ინდოევროპული ენების გამო დაერქვა კრეტა, კრტ და კრეტა. მაგრამ ამ კუნძულზე გვაქვს ლასითი, ორის მთები, ომალოში გახდით ბატონო და ნამდვილი ხაჭოიანი პური თაფლით ვჭამე, ხონდრის თაფლია იქ ძალიან მიღებული, როგორც ჩვენ ომალოში. ასე რომ კულტურა ერთი და იგივეა. და ეს განპირობებულია რა თქმა უნდა იმით, რომ მითოსი ეს არის ისტორიული გადმონაცემა, ჩვეულებრივი, როგორც აი ადრე მაგალითად ხო არ იყო ეს ჩაწერა, წიგნები და ზეპირ სიტყვიერად რომ არ დავიწყებოდათ, რომ გადაეცათ ლამაზად და ხატოვნად, ისტორია იმოსებოდა ასეთ მითოსურ ბურუში. თორემ ის მინოსური კულტურა პირველი სახელმწიფო, ევროპის პირველი სახელმწიფო და პირველი მეფე მინოსი, ეს რეალობაა, ევანსმა აღმოაჩინა 1890-იან წლებში, 1900 დასაწყისში და დადასტურდა, რომ ეს მეფე მინოსი მართლა არსებობდა მისი სასახლით, თავის დედოფლით და ეს დედოფალი გახდა ჩვენი მეფე აიეტის და ალალი და პასიფაე. ასე რომ ეს არის ჩვეულებრივი ისტორია. არანაირი მონაგონი და რაღაც ზღაპარი. და ამ ჩემკვლევებს რაც შეეხება თვითონ ცხოვრებამაც მიბიძგა ამისკენ. რომ მეკლია რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩემი თვალით ხედავდი ამ ყველაფერი ქართულს, საჭმლიდან დაწყებული ტოპონიმიკით, არქეოლოგია გნებავთ, გენეტიკა, წესჩვეულებები, აბსოლუტურად ყველაფერი მიუთითებს კავკასიისკენ. შემდეგ ისე მოხდა, რომ ბასკეთში მოხვდი და მე ნელ-ნელა ესე დაწვრილებით გეტყვით ყველაფერს. ენაში ძალიან ბევრია დარჩენილი და ბასკურ ენაში უფრო მეტად არის შემორჩენილი ქართული, რადგან მოგიხსენებათ, რომ პირინეის ნახევარკუნძულს რო ვეძახით, ეს არის იბერიის ნახევარკუნძული და პორტუგალიელები, ანდორელები და ესპანელები ყველა უწოდებს იბერიის ნახევარკუნძულს. ჩვენ რატო უწოდებთ სხვანაირად არ ვიცი, მაგრამ ნუ ეგ არაფერი. და ეს ნახევარკუნძული დიდი ხნის განმავლობაში დაპყრობილი ჰქონდა რომის იმპერიას და შემდეგ უკვე არაბებს. 800 წელი ბატონობდნენ არაბები ამ ნახევარკუნძულზე. და რა თქმა უნდა წაშალეს ძალიან ბევრი რამ, რაც ჩვენთან იყო დაკავშირებული, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბასკებს ვერ მოუხერხეს ვერაფერი, ვერც რომაელებმა და ვერც არაბებმა. ასე რომ ბასკეთის მთებში შემორჩა ეს ხალხი თავისი თვითყოფადი ენით, კულტურით, წესჩვეულებებით და შეინახეს ეს იბერიული კულტურა. ამიტომაა რომ ძალიან დიდ მსგავსებას ჩვენ ბასკებთან ყოფილობთ და არა დანარჩენ მოსახლეობასთან იბერიის ნახევარკუნძულის. არა და თვითონ იბერიელები კონკრეტულად აქედან წავიდნენ კავკასიიდან, გაიარეს კრეტა, საბერძნეთი, იტალია და შემდეგ ჩააღწიეს ესპანეთამდე, ეხლა რო ესპანეთი ქვია, ცხოვრობდნენ კატალუნის ტერიტორიაზე, სადაც ეხლა ბარსელონაა, კატალუნია. და კატალუნიელებს რომ მკითხოთ, გეტყვია რომ იბერები შთამომავლები არიან ისინი. და გენეტიკურად შეიძლება ისინი უფრო ახლოს არიან ჩვენთან, ვიდრე ბასკები. იმიტომ რომ ბასკები თვითონვე აღიარებენ და ამბობენ, არის ესეთი ძალიან კარგი მკვლევარი, ქართველოლოგი, ბასკოლოგი, რომელმაც ვერხის პაულსანი გადათავდა ბასკურად, ჩავიერ კინტანა, პირადად შევხვდი მათ ვესაუბრე და პრინციპში ამან განაპირობა, რომ მე ეს წიგნი დამეწერა და შემეკრიბა ეს მასალები.
მასთან შეხვედრა. რადგან მას რო შეხვდი, უამრავი ნამუშევარი აქვს, ის მუშაობდა ჩვენ მეცნიერებთან და 1980 წლამდე 91-ში უკვე აკრძალეს ურთიერთობა მასთან. ალბათ არ ვიცი, დიდი რუსეთიდან ან მოსკოვიდან მოვიდა ბრძანება. ერთ სიტყვით ძალიან ბევრი საერთო რო აღმოჩნდა ამ ქართულ-ბასკურ ურთიერთობებში. დიდმა ძალებმა გადაწყვიტეს, რომ ეს კვლევები უნდა გაჩერებულიყო. და შავი ერკინტანა იყო გულნათკენი. და მე რომ მოვახსენე ჩემი მიგნებები, რომ მეთქი ჩვენ ენაში ამდენი ამხედრა და ასე შემდეგ, მას ტომები აქვს დაწერილი ამის თაობაზე. და დადასტურებული და დამტკიცებულია, რომ ჩვენ ქართველებს ვამბობ, იმიტომ რომ აქედან კავკასიიდან როცა მიგრაცია მოხდა დაახლოებით 5000 წლის წინ, 6500 წლები ჩვენთან იყო მტკვარ-არაქსის კულტურა. ეს გენეტიკურადაც დადასტურებულია და აქედან რომ წავიდა ეს ხალხი, იყო ქართულენოვანი და ხურიტულენოვანი ხალხი, რომელმაც მიგრაცია განიცადა და დასახლდნენ კრეტაზე, აპენინებზე, პირინეებზე და ასე შემდეგ. ეს ჩვენი კვლევები არ არის, არც ერთი ქართველი არ მონაწილეობდა ამ კვლევებში, თქვენ შეგიძლიათ და ყველას რა თქმა უნდა ნახოს ძალიან დიდი საიტია euppedia.com, სადაც ევროპის წამყვანი გენეტიკური ინსტიტუტების კვლევები იდება. და ეს ყველაფერი იქ არის და იქ არის დადასტურებით ეს ნათქვამი, რომ კავკასიიდან მტკვარ-არაქსის კულტურის დროს გავიდნენ ქართულენოვანი და ხურიტულენოვანი ხალხი. J2 და G2 ჰაპლოჯგუფის მატარებელი ხალხი. ამასაც ცოტა ხანში მოგახსენებთ, გენეტიკური მაჩვენებელია ეს. და ხურიტული ენა აღარ არის, არ ვიცით, დაკარგულია და ერთადერთი დარჩენილი ვართ ჩვენ ქართველები, რომლებიც იგივე გენის მატარებელი ვართ, იგივე ენაზე ვსაუბრობთ. ამიტომ ვამბობ, რომ ქართველებმა დაასახლეს და არა პროტო-ქართველი, კავკასიელი, კავკასოიდი, 1000 ტერმინი არსებობს, მაგრამ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყვნენ ჩვენი პირდაპირ წინაპრები, ანუ ქართველები. ამის მიზეზებიც გვაქვს ძალიან ბევრი და დაუბრუნდები ისევე შავი ერკინტანას, რომ ტომები აქვს მას, ნაშრომი და ნაწერი ამის თაობაზე და დადასტურებულად არის ესეც ყველაფერი გამოკვლეული, რომ იქ ესპანეთის პირინეის ნახევარკუნძულზე, იბერიის ნახევარკუნძულსაც ეძახის იქაური ხალხი, ცხოვრობდა ნახევრად ველური, ანუ მონადირე შემგროვებლები, ასე ვთქვათ, ველური ეს არ არის რაღაც ჯუნგლები არ იყვნენ. მონადირე შემგროვებელი ხალხი და ჩვენიდან, კავკასიიდან ჩავიდნენ მიწათმოქმედი იბერიელები. ამ მიწათმოქმედმა იბერიელებმა ჩაიტანეს იქ რკინის და მადნეულის მოპოვების კულტურა, შინაური ცხოველები, რა თქმა უნდა, და მიწის დამუშავების ტექნოლოგია. ამიტომაც არის და კინტანაც ამას ამბობს, რომ თქვენი სახელი ქვია ამ ყველაფერს. შინაურ ცხოველებს, იარაღებს, სამუშაო იარაღებს, ხორბლის ჯიშებს გნებავთ და ენაც ჩვენიდან შეითვისეს. დამწერლობა, რა თქმა უნდა, ეხლა ლათინური აქვს, მაგრამ გრამატიკა აქვს ჩვენი. ანუ ქართული გრამატიკა, ბასკური გრამატიკა და შუმერული გრამატიკა არის ერთი და იგივე, ზუსტად. ეს უდიდესი მეცნიერი ჰუმბოლტის ნაშრომში არის მითითებული და დადასტურებული, დამტკიცებული. ასე რომ ჩვენ თავად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი წინაპრები მტკვარ-არაქსის ცივილიზაციის კულტურის დროს გამრავლდნენ, გავიდნენ საქართველოდან, გაცდნენ ამ ფარგლებს და სადაც კი ნაყოფიერი მიწანახეს, კარგი ადგილები და ესეთი მონადირე შემგროვებელი ხალხი გააკულტურეს. ეს ისევ ვიტყვი, რომ მითოლოგიაშიც არის დაფიქსირებული, თუნდაც ის, რომ რითაც დავიწყეთ, აიეტის და მაგალითად პასიფაერო ჩადის კრეტაზე შეაქვს ცოდნა, განათლება. აიეტის მეორე და მაგალითად სიცილიაზე სახლდება, ცირცეა, ამიტომაც ქვია სიცილია, მერეც იწერება და ასე დარჩა. და ის არის იტალოსის დედა და ლათინოსის, ანუ ლათინებიც და იტალიელებიც მის შთამომავლები არიან. მაგრამ ამ ქალბატონებს გაქონდათ ცოდნა. როგორც ჩვენმა მედიამ, ეხლა იქაც ზღაპრად არის მოყოლილი, რომ ჩამოვიდა იასონი, მერე რაღაც
დრაკონი დაამარცხეს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ყველაფერი განათლებასთან არის დაკავშირებული. აქედან ცოდნა წაიღეს და ამ ცოდნის წაღებაში დაეხმარათ მედია. და რა თქმა უნდა ეს ურთიერთშეთანხმებით მოხდა და არა რაღაც გატაცებით 5 და თუნდაც 50 ადამიანს არანაირად არ შეეძლო გაეტაცა და მოეტაცა პრინცესა, ასე ვთქვათ, ანხელა სახელმწიფოს კოლხეთის მაშინდელი უდიდესი და უძლიერესი სახელმწიფო იყო და აიეტი უძლიერესი მეფე. და ეს იქიდანაც ჩანს, რომ როცა მედია მიდის და იასონს მიყავს ის, ჩადიან პირველ რიგში კრეტაზე. მის მამიდასთან, პასიფაესთან სტუმრად მიდიან. ანუ ჩვეულებრივი ოჯახური ურთიერთობა ჰქონდათ. და ჩვენ ქალბატონებს ცოდნა გაქონდათ. ეს ჩანს ასევე გილგამეშის მითიდანაც, შუმერებშიც ქალია, რომელიც ნახევრად ველურ ენქიდუს ადამიანურებს. ამაზე ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ. ყოველ შემთხვევაში ეს ასე იყო, რომ ოჯახური ურთიერთობები ჰქონდათ და ჩვენ კულტურა გაქონდა ასეთ ნახევრად ველურ ხალხში. და ასეც იყო პირველი სახელმწიფო დაარსდა მინოში, შემდეგ აპენინებზეც იყო ლიგურია და სხვადასხვა სახელმწიფოები, ეტრუსკები მაგალითად იქ ცხოვრობდნენ და უდიდესი კულტურა იყო ეტრუსკების. რომაელებმა ეტრუსკებიდან ისწავლეს თითქმის ყველაფერი აბსოლუტურად რაც ცივილიზაცია შეეხება. და რა თქმა უნდა შემდეგ უკვე იბერიის ნახევარკუნძული და ბასკები. და აი ბასკებმა შემოინახეს ეს ყველაფერი თითქმის ხელუხლებლივ ენა, კულტურა, წესჩვეულებები და მე ისიც კი გამიკვირდა რომ შოშია ერთ-ერთი ბარი იყო იქ რომ შევდიოდი და შოშუა ეწერა ვიკითხე ეს რა იყო და ესო ესეთი და ესეთი ჩიტიაო შოშია გამიცინა შოშიასაც შოშია ქვია და ეს მარტო ბასკურში არ არის თვითონ ესპანურ ენაში ლათინურში შემონახულია მაგალითად ბატი პატოა ბუბუა და ასე შემდეგ მაგრამ კიდევ ამბობ რომ ბასკებმა შეინარჩუნეს ეს ყველაფერი და ენა და გრამატიკა იმიტომ რომ მათ ვერ შეეხო ეს რომანიზაცია და შემდეგ არაბიზაცია და შეინარჩუნეს თავის გვარებიც კი აი რომ ამბობენ რაღაც შემთხვევითობა აქ სრულიად გამორიცხულია ჯერ ერთი გვარი და შემთხვევითობა იყოს ასეულობით გვარი ეს შეუძლებელია ძალიან ბევრია გვარები იაზე დამთავრებული ბოკერია და ეჩებარია და შემდეგ არის ურიზე დამთავრებული გვარები ინაური მაგალითად პირადად უცნობდი ინაურს იყო ზურიაც ესეთი გვარები ძალიან ბევრია და ანიზე დამთავრებული ეს არის უკვე გასკონიაში ანუ საფრანგეთის ბასკეთში ბასკეთიც როგორც საქართველოს გახლეჩილია და 3 პროვინცია არის საფრანგეთის მხარეს 4 პროვინცია ესპანეთში ნავარა საერთოდ გამოთი შესეხლა და ბასკეთის ავტონომია 3 პროვინციით არის გამოხატული. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა და აქ საფრანგეთის გასკონიაში, ბასკეთში იქ არის უკვე ანიზე დამთავრებული გვარები. აი ხა დარტანიანი ყველას მოიხსენებათ და მაგალითად გამოჩენილი ჩოგბურთელი არგენტინელი ნალბანდიანი და მარტო დაბოლოება კი არა, მათი გვარების ახსნაც ქართულის გარეშე შეუძლებელია. გინდათ დარტანიანის და გინდათ ნალბანდიანის. დაბანდული ნალი ხა საერთოდ არავინ არ იცის რა არის და საერთოდ საიდან მოდის ის გვარი, მაგრამ ჩვენ ვიცით. ცხენებს როცა იპარავდნენ სამეგრელოში გურიაში, ნაბაც ამოუგებდნენ რომ ხმა არ ქონოდა. და ასე შემდეგ. ასე რომ ყველაფრით აბსოლუტურად ჩვენი კულტურის მატარებლები არიან ბასკები. და ამას ძალიან ჩქვალავენ, მალავენ მოგეუბნებით უმაღლეს დონეზე იყო ეს კვლევები უკვე და აუკრძალეს. მე ვიცი რომ გამსახურდიას დროს იყვნენ ჩამობრძანებული ბასკეთის პრეზიდენტიც იყო და თვითონ შავი ერკინტანაც, მაგრამ გამსახურდიას არ დასცალდა და იმის მერე საერთოდ მიჩქმალეს ეს თემა და ეს საკითხი. არა და ჩვენი თავის წარმოჩენა არ გვინდა. ამიტომ რადგან ეს ყველაფერი ესე იყო მიჩუმათებული, გადავწყვიტე ეს მასალები შემეკრიბა ერთ წიგნად, დამეწერა და დამეფიქსირებინა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ დღესდღეობით უამრავი ქართველია საზღვარგარეთ, ძალიან ბევრი ყავს ემიგრანტი და გინდათ თქვენი ოჯახებიდან თქვენ ნაცნობებს ნებისმიერ დაურეკეთ, კითხეთ, სადაც ცხოვრობენ, მით უმეტეს
საბერძნეთი, იტალია, ესპანეთის ტერიტორიაზე. რამდენი ტოპონიმი და რამდენი ადგილია ისეთი, რაც ჩვენ გვეკუთვნის, ანუ დასახელება არის ქართული. ესპანეთში მაგალითად მარტო ბასკეთს რო თავი დავანებოთ, ლენტეხა არის ესეთი დასახლება და ლენტეხა ქვია ჩვენ ოსპს მაგალითად რო მივირთმევთ. თვითონ ესპანურ ენაში არის სიტყვა ლეჩე, რაც არის რძე და სვანურად არის ლეჯე, რძე. ანუ მარტო ბასკეთში არ არის ეს. უბრალოდ ბასკეთმა ეს გრამატიკა შემოინახეს, გვარები შემოინახეს, ჩვენი კულტურა მთლიანად შემოინახეს. ჩვენ ამით გვინდა დავაფიქსიროთ ის, რომ მთელი მედიტერანეული და საერთოდ ევროპა შექმნილია იბერიულ ცივილიზაციაზე. და ამას მარტო ჩვენ არ ვამბობთ. ძალიან ბევრი იბერიოლოგი, მკვლევარი, თვითონ ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთში პოულობენ დამწერლობას. არის იბერიული დამწერლობა, თავის სპეციფიკური ნიშნებით, რომ საიდანაც შემდეგ უკვე მოდის ბერძნული და ლათინური ანბანი. მაგრამ თავიდან ეს იყო ახაზოვანი წარწერები და ბატონმა გიაკვაშილავამ დააფიქსირა, რომ კრეტაზე ნაპოვნი დისკო, ფესტოსის დისკო იკითხება ქართულად და იქ მარტო ეს არა, ძალიან ბევრი ნამტეხები, ნამტროები და ნაწერებია კიდე ნაპოვნი ახაზოვანი წარწერებით და ახაზოვანი იშიფრება ქართული ენით. შემდეგ ბეხაზოვანი უკვე მიკენური ცივილიზაციის დროს დამწერლობა მიამსგავსეს ამ ახაზოვანს, მაგრამ უკვე იქ ბერძნულად შეგიძლია გავარკვიო ადამიანმა რა და როგორ, მაგრამ ძველი ბერძნული ახალ ბერძნულთან ძალიან შორს არის. ასე რომ ქართულის გარეშე უძველესი ცივილიზაციის კვლევა წარმოუდგენელია. ეს იციან ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა და ძალიან დიდი მოთხოვნა კავკასიაზე, ქართველებზე, ჩვენ მკვლევარებზე, რომ ჩატარდეს ერთობლივი ლექციები, კვლევები, მაგრამ სამწუხაროდ აქაც საერთოდ არ არის ყურადღება არსაიდან აბსოლუტურად. არის ერთი მკვლევარი ასევე ივანცოვი, უკრაინელი ადამიანი, რომელმაც ფილმებიც გადაიღო, წიგნის გამოუშვა ორი ბერია შორის და დაარქვა უკრაინის იბერია, ესპანეთის იბერია, ბრიტანეთის იბერია და შემდეგ დააკეთეს ფილმებს და კვლევები აქვს. იმიტომ რომ იბერიელები როცა მიდიოდნენ და ეს ცოდნა განათლება გაქონდათ იმ მთებს, იმ მდინარეებს, იმ რავის ხელსაწყოებს და აბსოლუტურად ყველაფერს, რაც კი ამ ხალხმა შეიტანა მათთვის და ასწავლა იმ ხალხს, იმ მონადირე შემგროვებლებს, ეს სახელები დარჩა უმეტესობა. აი მდინარეები, მაგალითად ეხლა საბერძნეთში მდინარე იბერო, ტიბრი, ესპანეთში ებრო, დიდ მდინარეებს ქვია, სულ იბერიულთან დაკავშირებული სახელები. ეს შემორჩა, რადგან თუნდაც მთებს ის ხალხი ამ ძველ ცოდნას ინახავს. მაგრამ ჩვენ უნდა გამოვხიზდეთ, ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ, ჩვენმა მეცნიერებათა აკადემიამ უნდა იაქტიუროს, ჩვენმა მთავრობამ, რომ ჩვენ იმ ხალხთან გავაბად დიალოგი და დავიწყოთ კვლევა ძიება. თორემ უამრავი მასალა არსებობს, პირდაპირ მიუთითებენ, რომ კავკასია არის ცივილიზაციის საწყისი. ამიტომაც მივეც თავისუფლება და ამ წიგნს დავარქვი საქართველოს ცივილიზაციის აკვანი. ეს რა თქმა უნდა მარტო იმიტომ არა, რომ ჩვენ ძველად ეს რაღაც ვიღაცას ვასწავლეთ და ეხლა გვინდა რომ თავს მოვახვიოთ ეს ყველაფერი. არა. საქართველოს ცივილიზაციის აკვანია ბევრი ფაქტით დასტურდება. პირველ რიგში ცივილიზაცია მოიტანა მიწათმოქმედება. იმიტომ რომ კიდევ ამბობ იმ ხალხს, რომელიც მონადირე შემგროვებლობას ეწეოდა მხოლოდ ნახევრად ველურს ეძახიან. რადგან მათ კულტურა არ ქონდათ. დადიოდნენ, სადაც სანოვაგე შეუვლობდნენ, იქ იყო მათი ბინაც, გამოქვაბული და მორჩა. მაგრამ მიწათმოქმედმა ადამიანმა სახლი აიშენა, მიწა დაამუშავა, შინაური ცხოველები, მოიშინაურა ცხოველები და ასე შემდეგ. ეს იყო ცივილიზაციის საწყისი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მერე დაჭერდა რკინა, ბრინჯაოდან გადავიდა შემდეგ რკინაზე. ესეც საქართველოშია დაფიქსირებული. და თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველო ეხლა არის ალბათ მეოთხედ იმ ტერიტორიის, რაც უნდა იყოს და რაც იყო. მაგრამ დღესაც კი აი ამ საქართველოში, სადაც ეხლა ვართ, ამ ფარგლებში აღმოჩნდა უძველესი ღვინო, უძველესი ყველი, უძველესი თაფლი, უძველესი მეტალურგიის კერა, უძველესი ოქროს საბადო, სოფლიოში უძველესი. ეს არ არის შემთხვევითობა და
რაღაც ისეთი მომენტი, რომ არ ვიცი, სადღაც შეიძლება ძალიან დიდი მთა იყოს, მაგალითად ევერესტი და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ამით არ ვტრაბახობთ. ეს მოხდა ამ მიწაზე და ფიქსირდება აქ ყველა ეს აღმოჩენა. და ადამიანმა როცა დაიწყო უკვე ადამიანურობა, სახლი, კარი რო შეიძინა და ცივილიზებული ცხოვრება რო დაიწყო. ეს განაპირობა ამ ყველაფერმა. მეტალურგია და მიწათმოქმედება, ეს არის უმთავრესი, რაც არის ცივილიზაციის საწყისი. ამიტომ ამ წიგნში შევკრიბე ეს მასალები, რა არის მნიშვნელობა და დავაფიქსირე ის, რომ საქართველო არის ცივილიზაციის აკვარი. ამას არავინ არ უარყოფს, სხვათა შორის ევროპის ძალიან ბევრი მეცნიერი ამას გვიდასტურებს. უძველესი დროიდან მოყოლებული წეღავ ჰუმბოლდტი ვახსენე, ასევე იყო ბლუმენბახი, ანთროპოლოგიის მამად მოიხსენიებდნენ მას და არის ანთროპოლოგიის მამა და იმ 5 რასიდან, რომელმაც მან დაყო დედამიწა მთლიანად 5 რასად, ანთროპოლოგიაში 100-ია მიღებული და დღემდე 100-ია. ესენი არიან თეთრკანიანები, წითელკანიანები, შავკანიანები, ყვითელკანიანები და ყავისფერკანიანები. თეთრკანიანი ადამიანის სამშობლოდ დაასახელა კავკასია. და ეს დადასტურებულად ასეა. ბლუმენბახმა არ იცოდა, რომ წლების შემდეგ ჩვენთან აღმოჩნდებოდა ჭიათურაში, კოტიას მღვიმეში ადამიანის ნეშტი, რომელიც აღმოჩნდებოდა პირველი თეთრკანიანი ადამიანი დედამიწაზე. მე არ ვამბობ იმ აღმოჩენებს, რომელიც გაკეთდა დმანიში, ზეზვადამზია, მოიხსენებათ ისინი ჰომინიდები არიან, არ არიან ადამიანები, მაგრამ ესეც ასიხარულო და კარგია, რომ რაც კი არსებულა რაღაც ბიოლოგიური განვითარება, ყველაფერს კავკასიასთან აქვს შეხება. მაგრამ დავანებოთ ზეზვადამზიას თავი და 2 მილიონ წელს ადამიანებზე ვისაუბროთ, ნამდვილებზე, თეთრკანიანი, ცივილიზებული ევროპეიდელი ადამიანი არის კავკასიიდან გასული. და ბლუმენბახმა ეს ყველაფერი გააკეთა ანთროპოლოგიის კვლევის საფუძვლებზე, თავის ქალის და ასე შემდეგ და დაადასტურა ეს ყველაფერი და დღესაც მთელ მსოფლიოში, ვინც კი არის თეთრკანიანი ადამიანი, ევროპაში იქნება ეს თუ ამერიკაში, მას დაბადების მოწმობაში უწევია კავკასოიდი. და ეს ასეც არის. ჩვენ ამით კიდევ ვამბობ, არავის თავს არ ვამეტებთ და არ გვინდა ვინმეზე რამე ესეთი შთაბეჭდილება მოვახდინოთ. ერთადერთი რაც ჩემი და რა თქმა უნდა ალბათ ყველას ინტერესი არის, რომ საქართველო გამოიკვლიონ შესაბამისად. მიაგონ ისეთი პატივი, როგორიც საქართველოს ეკუთვნის. და თუნდაც ის, რომ სადღაც ამაზონის ჯუნგლებში მაიას ტომების პირამიდებს ან რაღაც ამდაგვარს პოულობენ და იმას რაღაც დიდი სენსაციური აღმოჩენები ერქმევა და ექცევა ძალიან დიდი ყურადღება, ეს დამიჯერეთ არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რაც აღმოჩნდება და გამოჩნდება აქ ჩვენთან საქართველოში. თუნდაც ის უმთავრესი აღმოჩენა, რაც ჩემთვის უმთავრესია და ვფიქრობ ბევრისთვის, პირველი ამბანური დამწერლობა, უძველესი ამბანური, გრაკლიანის დამწერლობა, რაც დადასტურებულია, რომ მსოფლიოში ამაზე ძველი ამბანური დამწერლობა არ არსებობს და ეს არის ქართული. მართალია რამოდენიმე მეცნიერმა სცადა, რომ არამეულთან მიესადაგებინა, მაგრამ არ გამოუვათ ეს და არ გამოვა, იმიტომ რომ ეს ქართულია დადასტურებულად და ჩვენია. ასე რომ ჩვენ და მე პირადად ერთადერთი რაც მინდა, რომ ურთიერთობა შედგეს ჩვენსა და დანარჩენ მეცნიერებს შორის, ჩვენ თვითონ მივცეთ ამის საშუალება და გზა, მათ უნდათ სურთ და ითხოვენ ქართველებთან თანამშრომლობას. მაგრამ აქედან არის რაღაც ჩაკეტილი კარი, რატომღაც არ ვიცი, რატო ხდება ეს. ძალიან ბევრს არ უნდა ალბათ და ამიტომაც არის ასე. და უბრალოდ საქართველო გამოცხადდეს, გინდა ნაკრძალად, მსოფლიოს ნაკრძალად, გინდაც მსოფლიოს ნეიტრალურ ტერიტორიად, სადაც მხოლოდ კვლევები ჩატარდება და ეს ენდემური, რაც კი გვაქვს, აბსოლუტურად ყველაფერი ენდემურია კავკასიაში, ენიდან დაწყებული, ადამიანიდან დამთავრებული, ეს რო შენარჩუნდეს და არ გაცამტვერდეს, არ გაპარტახდეს, არ მიითვისოს სხვამ. კი ბატონო, თუ განავითარებენ, მიითვისოს ეხლა ჩვენ რომ მეტალურგია შევქმენით, მოვიგონეთ და გავაკეთეთ და ვთქვათ პირველი ოქროს საბადო ჩვენთან იყო,
ძალიან სასიამოვნოა, რომ ეხლა სოფლიოში არის უამრავი საწარმო, სადაც ძალიან კარგი ნაკეთობები კეთდება, თქვათ ლითონის, გინდა ოქროსი. განავითარო, გააკეთო. ჩვენ ეს გვინდა უბრალოდ აღიარონ, რომ ეს არის და შეინახო. აი რაც დაემართა ჩვენ ოქროს საბადოს, ისე რო არ მოხდეს. სადაც კი ეს არტეფაქტები აღმოჩენილი, ეხლა სამტკიცი აღარ გვაქვს. სადაც უძველესი ყველი აღმოჩნდა, საერთოდ ყურადღება არ ექცევა. სადაც უძველესი თაფლი აღმოჩენილი, საერთოდ ყურადღება არ ექცევა. ტურისტს რო უნდოდეს, რომ მოვიდეს, ნახოს, აი სადღაც უნდა ეძებოს ისე თავისით. არ არის არანაირი ხელშეწყობა, არა და ასეთი რამ ერთი მაინც რო კონდეს ნებისმიერ ქვეყანას, სხვა ქვეყანას, არ აქვს მნიშვნელობა. ძეგლებს ააგებდნენ, გზებს გაიყვანდნენ, რა ვიცი, საბაგიროებს დაკიდებდნენ, ყველაფერს იზავდნენ, რომ ეს გაეპიარებინათ. ჩვენთან ესეთი რამე არ ხდება. კრაკლიანიც კი, აი გული მიკვდება ხოლმე, ერთი პატარა რაღაც გადახურული არის ფიცრული და აი ესე არის მიტოვებული. ამბობენ რაღაც მუზეუმს გააკეთებენ და შემდეგ, მაგრამ როდის გადის წლები, ეს ყველაფერი ფუჭდება, ამ კრაკლიანის ნატეხსაც, წარწერასაც ნატეხი ჩამოატყდა, გაიბზარა. ასე რომ მოვლა უნდა ამ ყველაფერს და ერთადერთი მიზანი, იმიტომ რომ ეს არის დაკონსერვდეს, აქ არ მოხდეს ომები და არ მოხდეს სხვა კულტურების შემოდინება და ამ კულტურის გადათელვა და წალება, იმიტომ რომ ეს არის მსოფლიოს კულტურის მემკვიდრეობა. დანარჩენი, რა ვიცი, ჩვენ ემზეა დამოკიდებული მთავრობაზე და კიდევ ბევრ ადამიანზე და აი ამისთან ხალხზე, რომელიც აქ არიან წარმოდგენილი ასეთ სკოლებზე, ჩვენ რო ვუყუროთ მხოლოდ იმას, რომ სახელმწიფო სკოლები რას იზავენ და როგორ იზავენ, რა ვიცი, მე მგონი შორს ვერ წავალთ. იმედია რომ ძალიან მალე ეროვნული კურსით წავა ჩვენი მთავრობა და არის ამის მცდელობები და მიხარია, მაგრამ სანამ ეს მოხდება, მანამდე აი ესე ჩვენ თვითონ უნდა ვიწვალოთ და ერთმანეთის გვერდით უნდა დავდგეთ და გავაძლევინოთ ამ ყველაფერს. რაც შეეხება იმ კვლევას, რამაც ეს ყველაფერი გამოიწვია და გამაბედინა, რომ წიგნი დამეწერა, ეს იყო ქართული ანბანისა და დნმ-ის თანხმობა. მთელი გენეტიკა მოცულია იმით, ეხლა უკვე ძალიან მოდაშია, ასე ვთქვათ, რომ გენეტიკის წაკითხვა. ანუ ადამიანი არის დაწერილი წიგნი ჩვეულებრივად, გენურად დაწერილი. ჩვენ გვაქვს ყველა უჯრედს, აი პირველი უჯრედი, როგორც კი ისახება დედის საშვილოს ნოსი, ის ერთი უჯრედი, რომელიც შემდეგ იყოფა ორად და ასე შემდეგ და მრავლდება და გამოდივართ მე ჩვენ ადამიანები, იმ პირველივე უჯრედში არის მთელი ინფორმაცია ჩადებული, მის ბირთვში არის დნმ. და ამ დნმ-ში არის ჩაწერილი მთელი პროგრამა. რანაირი უნდა იყოს ადამიანი, რამდენი ხელი ქონდეს, რამდენი თითი და ასე შემდეგ, რა ფერის თმები, თვალები და ეს. ეს არის გაწერილი, ოღონდ გენეტიკურ ენაზე. აი ცოტა მარტივად რო ავხსნათ, ეხა კომპიუტერის ენა ვიცით ყველამ, რომ არის ნოლებით და ერთებით გაწერილი, ხო? მთელი კომპიუტერული სისტემა ამ ორი ნიშნით იწერება, ნოლებით და ერთებით. და ადამიანი დაწერილი არის 4 ნიშნით, 4 აზოტოვანი ფუძია, ადენინი, თიმინი, გუანი, ციტოზინი. ეს ნიშნავს, რომ აი რაც კი ეხლა კომპიუტერს შეუძლია, ადამიანს აქვს შესაძლებლობა, კომპიუტერის შესაძლებლობა რო ავიყვანოთ კუბში. კვადრატში არა, კუბში. რა თქმა უნდა, ამას გამოყენება უნდა და ბევრი ადამიანი არც და ვერც იყენებს და ჩვენი ტვინის ძალიან დიდი ნაწილი გამოყენებელია. მაგრამ ჩვენ გვაქვს ამის საშუალება. როგორც მაგალითად კავკასოიდი განსხვავდება წეღან როგორც თქვი თეთრკანიანი, ვთქვათ ყვითელკანიანისგან, ან შავკანიანისგან. კიდევ არავის ყენინება ჩვენ არ გვინდა, ეს არის სუფთა მეცნიერება, ანთროპოლოგია და ეს გამოითვლება ადამიანში თავის ქალა, არის დახრის კუთხე, აი ყურიდან გამოყოლებული ცხვირით 90 გრადუსით და კავკასოიდს აქვს ეს ზუსტად 90 მარტი კუთხე 90 გრადუსი და თქვა ზანქს შავკანიანს აქვს 60 ძალიან დიდი განსხვავება. და როგორც აი შესაძლებლობების გამოყენება კავკასიელს შეუძლია რა ვიცი 100-ჯერ მეტი განავითაროს თავისი ტვინი, ვიდრე თქვა შავკანიანს. არ აქვს მას ასეთი ბიოლოგიური საშუალება.
ასევეა ჩვენსა და აი კომპიუტერს შორის. რაც არ უნდა განავითარონ ახლა კომპიუტერი, თუნდაც ხელოვნური ინტელექტი და ასე შემდეგ, ადამიანის შესაძლებლობამდე ვერ მივა, ვერასოდეს ეს ტექნიკური ხარი, კუთხე. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს, კი გვაქვს ამის შესაძლებლობა, მაგრამ არ ვიყენებთ, ვერ ვიყენებთ. ამისათვის უნდა გაიხსნას სულიერება ადამიანში. და კიდევ ამბობ, ასეთი სკოლები, ასეთი ხალხი, ლოცვები, ეკლესია, ანუ სულიერებისკენ უნდა წავიდეს ადამიანი და მატერიალურში არ ჩაიძინოს. თუ მხოლოდ მატერიალურში ჩაიკეტება, ის ვერანაირ შესაძლებლობას ვერ განავითარებს. დარჩება ცხოველის დონეზე, უბრალოდ ჭამასმა, არსებობა და შემდეგ სიკვდილი და არა გარდაცვალება. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ ამისკენ. ამიტომაც გადავთარგმნე მეორე წიგნი არის სიცოცხლესა და სიკვდილის წიგნი, რომელსაც გრაფ ვალევსკი ვინც აქ იყო 100 წლის წინ და წაიღო აქედან ეს ცოდნა, დაარქვა კავკასიური იოგა. იოგაც მე თუ მკითხავთ ქართული ტერმინია, იუღელიდან მოდის ეს და უღელი გაერთიანებასთან არის კავშირში. და ეს არის ვარჯიშები, რომ ადამიანმა უფრო მეტად განავითაროს თავის ტვინი, იქნება ეს თუ მთლიანად ორგანიზმი და გონება. ეხლა ვისაც უნდა, რა თქმა უნდა, ავარჯიშებს, ვისაც არ უნდა არ ავარჯიშებს, მაგრამ ეს იყო ძალიან ადრე და ეხლა ადამიანს თითქმის აღარ ჭირდება ესეთი ვარჯიშები, უბრალოდ გონება და სიხშირე იმ ხელაზეა უკვე ასული და გაზრდილი დღევანდელი თაობისას, თუნდაც ჩვენი ახალგაზრდების, რომ ესეთი მარტივი რაღაცები აღარ ჭირდება. მისი გონება უფრო სწრაფია, უფრო მკვირცხლია. ერთადერთი კიდევ ამბობ, თავარი არის სულიერებისკენ შემოტრიალება, რომ ადამიანმა გაისიგრძე განოს, გაითავისოს, რომ ის არ არის მხოლოდ და მხოლოდ ბიოლოგიური არსება. ის არის ადამიანი, ის არის ღვთისშვილი, ის არის შემოქმედი და შემოქმედებაში უნდა შეეჯიბროს. თუნდაც შემოქმედსაც, ერთმანეთსაც და ასე შემდეგ. ამით მიაღწევს ადამიანი ადამიანობას, რაც დღეს სოფლიოში თითქმის ყველგან დაკარგულია. არც არაბულ სამყაროში, არც აფრო და კუნძულოვანში და არც ევროპულში სამწუხაროდ აღარ არის ეს. ყველგან არის მიმტაცებლობა, მატერიალიზმი და ერთმანეთის შეჯიბრი და ჭამა, იმიტომ ამის მხრივ მერე უკვე, იმიტომ რომ სიყვარული დაკარგა ადამიანს. არადა რომ ჩაუღრმავდეს იმ ყველაფერს თუ კავკასიელმა და ქართველმა რატომ შექმნა ეს ყველაფერი, თუნდაც ის რკინა ხმლისთვის არ შეუქმნია ის გუთანი შექმნა იმან და მიწის დასამუშავებლად, მაგრამ მერე ვიღაცამ იარაღად გამოიყენა და ვიღაცას სიცოცხლე მოუსპო იმით და ასე შემდეგ. როგორც დანა შეგვიძლია პური დავჭრა და შეგვიძლია ადამიანი მოკლა, ასეა ყველაფერი აბსოლუტურად და ასეა ეს დნმ-ის კვლევაც. შეუძლია კაცობრიობას, რომ ეს ქართული ამბანი მისადაგებულია უკვე დნმ-თან, მაგრამ გამოიყენოს მის წასაკითხად და ადამიანში არსებული დარღვევები, გენეტიკური დარღვევები გამოასწოროს ენით, სიტყვით. რაც ადრე როგორც ჯერა იყო ეს ასეთი პრეცედენტი და სიტყვით ხდებოდა ეს ყველაფერი, ჩვენ დავკარგეთ უბრალოდ ეს ცოდნა. მაგრამ ფაქტია, რომ ეს ერთი და იგივეა. ადამიანი არის დაწერილი და ჩვენ შეგვიძლია მისი ამოკითხვა. მაგრამ სამწუხაროდ შეუძლიათ გენური ინჟინერიის მეშვეობით ცუდიც გააკეთონ და რაღაც ჰიბრიდი გამოიყვანონ, რაღაც კლონი გამოიყვანონ, ასე რომ არ ვიცი, მიხაროდეს თუ მწყინდეს, რას იზავს ბოლოს ეს ყველაფერი, არ ვიცი და სადამდე მივა. მაგრამ ინგლისში ცხვარი არავის გაუწყვეტია და ჩვენი უნდა ვთქვა და ვეცადოთ, რომ კარგად გამოვიყენოთ ეს ყველაფერი. ერთი სიტყვით ეს მოკლედ რაც მინდოდა მე თქვა ეს იყო და მე უფრო მინდა ეხლა რომ ვიჩქარედათ ან დაბნეული ვარ, გადავდივარ თემებზე და ბოთის მოგიხდება. უფრო კითხვები თუ იქნება და რაც გაინტერესებდა, რომელი საკითხიც გაინტერესებთ, ამ სკოლის მოსწავლეები თუ არიან, დიდი სიამოვნებით ვისაუბრებთ და გავცემთ კითხვებზე პასუხს. წუნა მარტო თქვენ რა შეგიძლიათ ჩემი ბავშვები? ნახევარი საერთოდ ვერ მოვიდა. აუდო ჩესნა გვაპატიო და ვინ დავჭით შრალები ვარ.
იმიტოვა. შეიძლება დავით. ავტო შეკითხვა ჩვენ გამოვიტანოთ. კი არა და შეიძლება. ახალ უფროსობა ხო, მაშინ ეს თემა რომ გამოვიტანოთ, რომ დავით, ყველა ჩვენი საკითხები გავაკეთოთ. რადგან სოფლიოს ჩავერთოთ ამ კვლევებში ევროპელებთან ერთად და ყველა დანარჩენთან, ვისაც აინტერესებს და უყვარს კავკასია და მოიწვის აქეთკენ ამ კვლევებისკენ. ჩვენ მათ პირით ხელი უნდა გაუწოდოთ, მასალა მივცეთ და ხელი შევუწყოთ ყველაფერში. ძალიან ბევრი ადამიანი აქვს სურვილი და თუ იქნება ასეთი ორგანიზაციები, როგორც ზეთავზისანია, ასეთი სკოლები, როგორც თქვენ ხართ, მოხდება მოწვევა, ვიცი რომ ლექსო ძალიან დიდი ხანია ამისათვის იღწვის და შრომობს. ჩვენ გვქონდა ერთი პროექტი, ძალიან კარგი პროექტი, იყო ესეც ბასკეთიდან მქონდა ინსპირაცია, ბასკეთში გაკეთდა ასეთი კოლექტიური მეხსიერება. და მაშინ რომ დაგვეწყო, ბატონო ლექსო ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ მთავრობამ ხელი არ შეგვეწყო მაშინდელმა და გავჩერდით. ეს იყო პროექტი, რომ აი მთიან რეგიონებში, სადაც უკვე ხალხი გამოდის და აღარ არის იცლება სოფლები, იქ რო ავსულიყავით და ვერბალურად ვიდეო ჩანაწერებიც რო გაკეთებული იყო იმ ხარის ისტორია. პატარა სოფელი მაგალითად ავიღოთ ნებისმიერი ბარისახო თქვა. მისი მოსახლეობა ადრე როგორ იყო, ეხლა როგორ არის, ახალგაზრდებთან გასაუბრება და ეს ყველაფერი იკვრება ერთად, აუდიო ჩანაწერები, ვიდეო ჩანაწერები, როგორც წიგნად გამოიცემა და ეს იყო კოლექტიური მეხსიერება და ამის გაკეთება გვინდოდა, მაგრამ მაშინაც არავინ გამოგვიჩნდა გვერდში მდგომი და ეს ჩაგვეშალა ყველაფერი. ჩამოყვანა მინდოდა ასევე რობერტო სერანოსი, ეს არის ხავიერ კინტანას მოსწავლე, იქაც არავინ დაგვიდგა გვერდში და ძნელია ესე მარტო რაღაც გააკეთო. ასე რომ ერთობლივი ძალისხმევა საჭირო და ვიღაცეების იმედზე არ უნდა ვიყოთ, აი ვინც ვართ ამით დაინტერესებული, რომ საქართველოს თავის სიტყვა თქვას და მსოფლიომ გაიცნოს საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ და თავის სახელი დაერქვას, რომ ჩვენ ვართ თეთრი, ცივილიზებული ადამიანების საწყისი, სამშობლო და საერთოდ ცივილიზაციის აკვანი. ეს დაფიქსირდეს. მე ჩვენ არაფერი არ გვინდა. არა და არტეფაქტები თვითონ საუბრობენ თავის თავზე. აი ღვინო მაგალითად რო ავიღოთ, თქვენ წარმოიდგინეთ, ფრანგებს საერთოდ არ გახარებიათ ის, რომ საქართველოა ღვინის სამშობლო. უბრალოდ მოხდა ისე, რომ ქვევრი, რა თქმა უნდა, აქ კულტურა არის 8000 წლოვანი უწყვეტი კულტურა. და რახან ქვევრი აღმოჩნდა თავის ღვინით 8000 წლის წინანდელი. სხვა გზა არ იყო, რომ უნდა ეღიარებინათ, რომ ეს იყო უძველესი. მაგრამ ღვინის სამშობლოთ რო ეღიარებინეთ, ამისათვის კიდევ ბევრი რამ იყო საჭირო და აქაც გამოჩნდა, თვითონ გამოაჩინა ჩვენმა სამშობლომ ეს ყველაფერი. და აღმოჩნდა, რომ სოფლიოში გავრცელებული 2000-მდე ჯიშია კულტურული ოაზის და 500 რაღაცა აქ გვაქვს ჩვენ საქართველოში. ამ ყველას კულტურული ოაზის დედა მშობელი არის 4 ჯიში. და ეს 4-ვე ჯიში არის საქართველოში. და დანარჩენ სოფლიოში გავრცელებულია 3 ჯიში, მესხური მწვანეა, საფერავია და ერთი ჯიში მეოთხე, რომელიც მხოლოდ საქართველოშია და სხვაგან არა მთელ სოფლიოში ეს ყოფილა ქაცითი. და სადღაც 2016 წელს მე მგონი შედგა გერმანიაში მიკრობიოლოგთა და გენეტიკოსთა დიდი შეკრება და დადგინდა, რომ მთელი კულტურული ვაზები რაც კი აქვს სოფლიოში გავრცელებული, გამოსული არიან ამ 4 ჯიშიდან, 3 ჯიში ყველგან არის, ყველგან მოიპოვება, საფრანგეთში მაგათაც კაბერნე ქვია და ამ შემდეგ საფერავს, მაგრამ მეოთხე აქ არის და არსად არ არის გასული. ასე რომ ამანაც და ამან უფრო დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ უნდოდა თუ არ უნდოდათ ეღიარებინათ, რომ საქართველოს არის ღვინის სამშობლო. რატო არ არის გასული მიზეზი? შემადგენლობა, ნუ მთავარი ხო, ეგ ბევრი იწვალეს, 15 წელი იწვალეს თუ არ ვცდები ფრანგებმა, ჯერ საფერავი წაიღეს აქედან, რადგან ხაშმის საფერავი არის სოფლიოში ყველაზე მეტი ბიოოქრო შემცველი, თუ არ ვცდები 0,27 მილიგრამი აქვს. მეორე ადგილზეც ჩვენი ქართული საფერავია ხვანჭკარა 0,26. ფრანგებმა წაიღეს საფერავი, დარგეს 5 წელი იმას ელოდნენ, შემდეგ მოიწიეს,
დაწურეს, ნუ არანაირად არ გამოვიდა ეს შედეგი. შემდეგ იკვლიეს ნუ რა მოხდა, ეს ფილმიც არის, თვითონ ფრანკ სომელიეს ქალბატონს აქვს გადაღებული და ძალიან კარგი ფილმია. შემდეგ ქვევრი, მიხვდნენ რომ ქვევრშია რაღაც საიდუმლო და ქვევრი წაიღეს. ის საფერავი ჩაქედან წაღებული იმ ქვევრში ჩაწურეს, მაგრამ მაინც არაფერი არ გამოვიდა, ვერ მიაღწიეს იმ შედეგს და 15 წლის მერე ბოლო-ბოლო აღიარეს, რომ ნუ ალბათ წყალი, ჰაერი, მიწა, გარემო, არ ვიცი, ყველაფერი რაღაცა მნიშვნელობა მინერალებს ერთად და საქართველოს არის ცივილიზაცია. აი ასე შვება ჩვენი ქვეყანა, ჩვენ გვშველის თვითონ და ჩვენ არაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანას უშველოთ. პირიქით ვყიდით, ეხლა ბოლოს ვინც ყავდა ეს გენიალური მთავრობა ბენდუქიძის თამადობით რო იყვნენ, დააწესა ბენდუქიძემ, ტყეებიც კი გაყიდეს და ესეთი პრეცედენტი არსად არ არის სოფლიოში. ტყეს და მდინარეს კი არა. და მით უმეტეს წიაღისეულს ვინ მოგცემს, ვინ გაასვისებს. მიწას ვერ იყიდე. აი ვიძახით ევროპა, ხო? ვიბრძანეთ აბა ევროპაში და იყიდეთ ეხლა თქვენ 1 ჰექტარი მიწა. რაღაც ასეთი. საბადო ხო წარმოუდგენელია და ტყეები მით უმეტეს ამ მდინარე. და ეს კი ბატონო იყო ერთი მინისტრია, ორი მინისტრია, მაგრამ მთელი ხალხი უნდა აღდგეს ფეხს ამის საწინააღმდეგოდ. არ შეიძლება. არ შეიძლება რომ 4 წლით მოსულმა მთავრობამ გაყიდოს 1000 წლოვანი, 8000 წლოვანი კულტურის რაღაც, ხო? რა მნიშვნელობა რა იქნება, თუნდაც ერთი მიწის ნაგლეჯი და გოჯი. ამიტომ, რა ვიცი, ქართველებმა უნდა მოახდინონ გაერთიანება, ერთობა უნდა მოხდეს და ჩვენ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ეს, რომ ეს იმ მთავრობის კი არ არის. ეს მისია, მისი მამის, პაპის, მისი წინაპრის. და აქედან უნდა დავიწყოთ და ჩვენ ესეთი თაობა უნდა ავზარდოთ, რომლებსაც ეს ეწოდინება, რომელიც იქნება ამაყი და თავაწეული იქნება და ის კი არ ეწოდინება, რომ შენ პატარაერიშვილი ხარ, არაფერს წარმოადგენ, აი ეგ ჩამოვა ტურისტი და იქ ბარმენად იმუშავე, არა. ჩვენ ცოტანი ვართ და ბევრი ვერ ვიქნებით, არ არის ქართველში ეს. ქართველი არის მგელი, სხვარი არ სოდეს ყოფილი. და სიმრავლით არ გამოვირჩეოთ. ამიტომ ხარისხიანები უნდა ვიყოთ. და ასეც არის, ვართ კიდეც ხარისხიანები, სოფლიო მოსახლეობის 0.02% ვარ თუ არ ვცდები და სოფლიოში უძლიერესი მამაკაცი ქართველია. და არა ერთ საკითხში, მაგრამ ნუ ლაშა ტალახაძეზე ვამბობ ამ შემთხვევაში. ოფიციალურად თორე ისე ბევრი ძალოვანი სპორტია, ჭიდაობა და ამ შემდეგ ხოს უჩვენია და ჩვენია. და რამდენი გამოჩენილი სპორტსმენი თუნდაც ეხლა ყავს აი ამ წუთში საქართველოში, როცა ჩვენ არ ვართ სოფლიოს მოსახლეობის 0.1%-ით კი. არადა რო დავანებოთ თავი ვთქვათ 8000 წლოვან კულტურას და იმ ძველ მითოლოგიას არ არსებობს დედამიწის კაცობრიობის განვითარებაში ისეთი ეტაპი, სადაც ქართველს არ ქონდეს თავისი როლი. აი თუნდაც ავიღოთ რითაც დავიწყოთ, ხო? მეტალურგია ქართველმა მოიგონა, მიწათმოქმედება ქართველმა მოიგონა. შემდეგ უკვე განვითარებას რაც მოყვა, ცხოველების მოშინაურება იყო თუ ასე შემდეგ, ესეც ქართველის ნახელავია. რაც თავარია, სოდნა განათლება ქართველმა გაიტანა მთელ სოფლიოში. და ამის დასტურია ჩვენი გრაგლიანის წარწერა. ისე გადმოცემებით ვიცოდით, რომ ლეგენდებითად პრომეთემ რო ცეცხლი მისცა ადამიანებს და პრომეთე რო კავკასიაშია და ასე შემდეგ. თოთი და ოსირისი თუნდაც მითოლოგიით ეგვიპტეში რო შეიტანეს ცოდნა განათლება, მიწათმოქმედება და ასე შემდეგ. ბევრია, მაგრამ მითოს შევეშვათ. რეალურ ფაქტებზე რო ვისაუბროთ, რაც ვიცით, დანამდვილებით და ეხლა რაც მოხდა, ხო? დღესდღეობით კაცობრიობა ამაყობს ცათამბჯენებით. და ქვეყნები ერთმანეთს ეჯიბრებიან ცათამბჯენებით, ხო? ვის უფრო დიდი ცათამბჯენია გაშენებული და ასე შემდეგ. და არაბებმა მე მგონი ეხა ჯერ ყველას მაგათ აჯობეს ბურჯი ხალიფა თუ რაღაც ასეთი. და რითია ეს გაკეთებული, ხო, თუნდაც რო ააშენეს კარგი, მაგრამ ნუ კინა გავიგეთ, რომ ქართველის შემოქმედებაა, მეტალურგია, მაგრამ ზემტკიცე მინა ესეც ქართველის არის. იყო ასეთი გრიგოლ კობახიძე, რომელიც გაექცა აქაურ დუხჭირ ცხოვრებას, ჯერ კიდე მეფის რუსეთის დროს
ჩავიდა საფრანგეთში და შემდეგ ჩააღწია ამერიკაში და იყო ამერიკაში მილიარდერი ადამიანი, პირველი მილიარდერი, რომელიც 4 წლის განმავლობაში იყო Forbes-ის სათავეში. ესეთი რამე არ ყოლიათ მათ. რადგან მან შექმნა მინის წარმოება და სრულიად ამერიკა შეუქმნა მინის წარმოება. დაიწყო ნაძვისხის სათამაშოები, დღესაც კობის სახელით არის ცნობილი გრიგოლ კობახიძეს თავის კომპანია ჰქონდა იმ კობი. და დღესაც ამერიკაში ესეა, კობი არის შობა. და შემდეგ მივიდა იქამდე, რომ მეორე ქართველს, რომელმაც ავიაციაში დიდი წვლილი შეიტანა ამერიკაში, ქართველი შვილმა შეუქმნა ზემტკიცე მინა გრიგოლ კობახიძემ ერთმა ქართველმა მეორე ქართველს და ხმარებოდა, რათა ეს ბომბდამშენები გაიკეთებინა ქართველი შვილს და ბომბდამშენებისთვის ეს კაბინა რა ქვია იმას არ ვიცი, თვითმფრინავის გაიკეთებინა ზემტკიცე მინით. და ცემენტი, როგორც ასეთი, პორტლანდ ცემენტი ვიცით, მაგრამ ცემენტიც არის ქართველის გამოგონება. ეს გახლავთ იაგორ ჭილაძე, ჭელიძე უბრალოდ და რუსეთში ცნობილი არის იგორ ჩელიევი. ესია მოხსენიებული. ეს იყო ადამიანი, რომელიც იყო შთამომავალი იმ ხალხის ჩვენ მეფეს რომ წაყვა რომელი მეფე წავიდა ვახტანგ მეექვსეს რომ გაყვა ჩვენი ელიტა 1200 თავადაზნაური აქედან რომ წაყვა იმათ შთამომავალი იყო იგორ ჭელიძე და როცა მოსკოვი გადაწვეს და გადაიწვა ამის შემდეგ ბრძანება იყო რომ ისეთი მასალა უნდა მოეგონებინათ შეექმნათ რომელიც არ იწვებოდა და ამაზე მუშაობდა ბევრი ადამიანი მაგრამ იგორ ჭელიძე მოიგონა ცემენტი დააფიქსირა ეს მიიღო ეს ყველამ და ნახევარი მოსკოვის შემდეგ მისი დაპროექტებულია რუკაც არსებობს და აწერიაზე იგორ ჩელიევი მაგრამ სამწუხაროდ ეს ფაქტი არსად არ არის არც სასწავლო წიგნებში ვერსად ვერ ნახავთ რომ ზემტკიცე მინა თუნდაც ეს პორტლანდ ცემენტი აი ეს ქართველების გამოგონება არსად არ არის არა და დღესაც დღევანდელი მსოფლიო რითაც თავს იწონებს ესეც კი ქართველების გაკეთებულია ამიტომ ჩვენ სრული უფლება გვაქვს რომ ხმამაღლა ვისაუბროთ და აუცილებელია რომ ჩვენ შვილებს ჩვენ ბავშვებს კი და ასეთ საგანმანათლებლო ცენტრებს გქონდეთ იმის საშუალება რომ მივაწოდოთ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია კიდევ ამბობ ჩვენ რაოდენობით შეიძლება ვერ ვაჯობოთ მაგრამ ხარისხით უნდა ვაჯობოთ და ჩვენ გვჭირდება მეცნიერები განათლებული ადამიანები ძალიან ნიჭიერები არიან ჩვენი ახალგაზრდები და აი შეხედეთ უბრალოდ როგორც კი საშუალება მიეცემა ქართველს გინდა სპორტში გინდა მეცნიერებაში რაშიც გინდა ხელოვნებაში მაშინვე წარმოჩინდება ოღონდ საშუალება უნდა მიეცეს ასე რომ რა ვიცი დიდი მადლობა ამ სკოლას და ამ ხალხს რომ სამშობლო მცოდნეობა ისწავლება სუსხვა კუთხით მართალი კუთხით წარმატებებს უსურვებ და მე რაც შემეძლება ყოველთვის თქვენ გვერდში ვიქნები მადლობა ძალიან მადლობა ორი ესეთი შეკითხვა მაქვს შეიძლება ცოტა პასუხი ვრცელი იყოს მაგრამ თქვენ უკეთით პირველი მე ვფიქრობ საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება აი ბიბლიაში თუ ფიქსირდება სადმე ქართული კვალი აი სადმე ამ ხელა ბიბლიაში თუ ფიქსირდება სადმე ქართული კვალი აი ამაზე მაინტერესებს თქვენ შეხედულება და მეორე უფრო მეტი რო გითხრათ ეგვიპტელებთან კავშირზე ქართველებისა და ეგვიპტელების კავშირზე ცოტა მეტი ეგ ერთი და ცოტა მეტი ბიბლიაში ქართველებს უმთავრესი როლი აქვს როგორც ქართველი ტერმინი ასეთი სახით არ გვხვდება მაგრამ თუბალები, მოსოხები, ქალდია უამრავი მომენტი არის ბიბლიაში და სათავეც საერთოდ ქალდიადან იღებს და ქალდეური ენა არის ის პირველსაწყისი ენა საიდანაც თქვათ ებრაელები სწავლობენ რაიმეს ებრაელები დღესაც არ მალავენ რომ შუმერების კულტურაზე აღმოცენდნენ ფულსაც კი შუმერულად შეკელს ეძახიან დღესაც და ძალიან ბევრი სიტყვა აქვს და იბერიული და ებერი ძმები არიან
დღესაც ესე მოიაზრება, რომ ესავი და იაკობი ძმები იყვნენ და ესავი არიან კავკასიელები და იაკობი არიან სემიტები. ასე რომ პირდაპირ ქართველი რას აკეთებდა, როგორ აკეთებდა საქართველოს ტერიტორიაზე რა ხდებოდა ბიბლიაში რომ იყოს ეს მოცემული, ასე არ არის. ვერ გეტყვით ამას, მაგრამ ის რომ თუბალები, მოსოხები უძლიერესი გაერთიანება იყო და ძალიან დიდი როლი ჰქონდათ, ეს ბიბლიაშიც არის მოხსენიებული და ქალდიას ურიდან გამოსული თუნდაც ვინც დალოცა მამა ა ブラ ამი რომ გამოდის მელქისედეკი დოცავს, ხო, როგორც ვიცი. და ქალდეველია. და სოფელი ქალდია ჩვენთან და ასე შემდეგ ძალიან ბევრი ტოპონიმიკა არის დაკავშირებული ამასთან და ენაც ქალდეული ენა, ეს არის ეძახიან ძველ არამეულს, მაგრამ არამეული და ძველი არამეულიც არანაირად არ შეესაბამება ერთმანეთს და ასირიულთან აიგივებენ შემდეგ, მაგრამ ეს უკვე შემდეგი ეტაპები. თორე ბიბლიაში ძალიან ბევრია კი ჩვენები და ძალიან დიდ როლს თამაშობდა. თუბალები და მოსოხები ეს იყო ორი უდიდესი გაერთიანება, დიაოხი და როგორც ტერმინი ქართველი ასეთი არ არის, მაგრამ ერთი ფაქტია უმთავრესი აქ, რომ რაც მე ძალიან მომწონს, არარატის მთას თავის დროზე, სანამ არარატს დაარქვენენ ურარტუელები, მანამდე ერქვა კარდუს მთა. ეს ბერძნებს აქვს ჩვეულებრივად ლამაზად მოცემული ყველაფერი და ბერძნებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს იყო სამყაროს გული. და დღესაც ბერძნულად გულს ქვია კარდია. კარდია. კი, კარდია. იმიტომ რომ იცოდნენ, რომ ეს იყო სამყაროს გული. და კარდია და კარდუ წარმოსდგა ჩვენი ტერმინისგან ქართულსგან. და რადგან ლათინურში ეს ქ და თ უჭირდა არა და ვერ ხმარობენ ბერძნებს ალბათ ლათინებს არა. გადაკეთდა კარდუთ და კარდუ შემდეგ ძალიან ბევრგან არის ეს დასახელება შეგვხვდებათ, მაგრამ ქართულ ასეთი სახით იყო ეს მთა, რომელიც იყო სამყაროს გული. სადაც გაჩერდა ნოე და ქართველებთან კავშირში კიდე ესეც ძალიან საინტერესო და ლამაზი ფაქტია, რომ ნოე როცა გადმოდის თავის მიწაზე როცა გადმოდის, უკვე პირველი რაც არის ვენახს აშენებს. და თუ კი ჩვენ ვართ ვენახის დამერგავი ერი, მაშინ ნოეს რაღაც ქართული ქონია, ქართველი ყოფილა, არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საქართველოსთან რო კავშირშია ეს ფაქტია. ხო, ნუ ასე. და ეს ტერმინები შემთხვევითი რო არ არის და ეხლანდელ ისტორიკოსებს ძალიან გული მტკივა, ძალიან ბევრი ცნობილი ისტორიკოსიც ამას იმეორებს, რომ გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფეები და საქართველო როგორც ტერმინი შემოვიდაო მე-19 საუკუნეში. ძალიან დიდი უმეცრებაა ეს და მე გამკვირვებია იმ ხალხის, ვინც ამას ამბობს. ჯერ ერთი რომ წარწერა ვიპოვეთ ახლა ხან ისრაელში, ქართული ასომთავრული სადაც გარკვეული წერია, ეს არის მე-4-მე-5 საუკუნის წარწერა. ქართველთა ეპისკოპოსი თუ არ ვცდები, რომ დასაფლავებულია იქ. და ნახმარია ეს ტერმინი. და მეორე მთავარი კიდე ბატონ გიაკვაშილავასაც წეღან ვახსენე, ძალიან დიდი კვლევები აქვს და კრტ კუნძული, სახელის კუნძულის სახელი კრტ კრეტა, მოდის ქრთიდან. ეს არის ქრთ, ქართლი. ქართლი ყოველ შემთხვევაში აქ რეგიონს დაერქვა, ქრთ და ქართულ. ეს არის უძველესი ტერმინი. და ასევე არის ბრიტანეთის ენციკლოპედიაში, ენციკლოპედია ბრიტანიკა, ბრიტანეთის ოფიციალურ ისტორიაში. მაგათ ის ენციკლოპედია ჩვენ არ დაგვიწერია ეს. რომ ეხლანდელი ბრიტანეთის ცენტრალურ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ტომი ქორიელთავნი და ამ ქორიელთავნის, ამ ტომის სამი მეფეა ცნობილი და იქიდან ერთ-ერთი არის ქართიველიუსი. ეს იყო პირველი საუკუნის მიჯნაზე. ასე რომ ქართველები, როგორც ასეთი ტერმინი, ესეც გვხვდება, არის დადასტურებულად და ამაზე მე ვიტყვი მინდა რომ არარატის მთას ერქვა ქართუს მთა და იქიდან გავრცელდა შემდეგ მე უკვე მთელი ცხოვრება, ხო, დედამიწაზე და ცივილიზაცია გაშენდა, ასე ვთქვათ. და რაც შეეხება ქართულ ტომებს, კი მოგახსენეთ თუბალები და მოსოხები და ეგვიპტესთან უდიდესი და პირდაპირი კავშირი ჰქონდა
აი როგორც მინოსის მეფეს ყავდა აიეტის და ასევე ოჯახური ურთიერთობები ჰქონდა ჩვენ ეგვიპტესთან. და ეს იმით იყო განპირობებული, რომ ესეც მითოლოგია რო გავიხსენოთ, სულ თავიდან იო მოდის გამოექცევა ზევსის ცოლს უпроцент მოდის შემდეგ კავკასიაში, პრომეთეს ეკითხება რა იქნა სად წავიდე, პრომეთე უნდა ეგვიპტისკენ მიუთითებს და იო ქალბატონი ლამაზი რომელიც როხად გადააქციეს და შემდეგ ესე დადიოდა აქეთ-იქით ერთ სიტყვით ჩავიდა და მისი შვილი ხდება გაერთიანებული ეგვიპტის პირველი მეფე და ასე იწყება ეგვიპტის ისტორია. და ეგვიპტის ფარაონებიც ჩვენთან კავშირში იყვნენ, ჩვენ სახელმწიფოებს სხვადასხვანაირად ერქვა ხათები იყვნენ მაგალითად, ასევე ქართული კავკასიური ტომები და დასახლება, მაგრამ ინდოევროპელები როცა უკვე შეერივნენ და გამრავდნენ, დაერქვათ ხეთები. როგორც ეხლა ამ ჩვენ თვალწინ მაგალითად აფხაზეთში აფსუები შემოგვეპარდნენ, დაირქვეს აფხაზები და მიითვისეს თლიანად მე აფხაზეთი, აი რაღაც ასეთი ხდებოდა მაშინაც. ამ სახელებს ითვისებდნენ და შემდეგ მოღვაწეობდნენ ჩვენი სახელით. არადა ეს მათი კულტურა არ არის, არაბების კულტურა, ეგვიპტური კულტურა არ არის და ეს ახლანდელმა გენეტიკურმა კვლევებმა დაამტკიცა ძალიან დიდი ინსტიტუტია, შვეიცარიის გენეტიკის ინსტიტუტი და მისი დირექტორი რომან შოლცი, რომელმაც გენეტიკური კვლევები ჩაატარა და ბოლო განთქმული და ცნობილი ვინც ვიცით ტუტანხამონი, თუთანქიათენა ასე ერქვა მას და ტუტანხამონი მისი ანალიზი გაკეთდა, აიღეს, გამოვიდა R1 B ჰაპლოჯგუფით და ეს არის სამხრეთ კავკასიური ჰაპლოჯგუფი. ანუ ტუტანხამონის წინაპარი მისი ჯიში იყო აქედან, კავკასიიდან. და ეს ჰაპლოჯგუფები, აი ორი სიტყვით რო ვთქვა, გენეტიკოსებმა დაყვეს მამობრივი ხაზით Y ქრომოსომის მიხედვით 20 ესეთი ჰაპლოჯგუფია და ყველა რეგიონს აქვს თავის დამახასიათებელი ჰაპლოჯგუფი. კავკასიაში მაგალითად ჩვენთან საქართველოში ფიგურირებს სამი ძირითადი ჰაპლოჯგუფი, ეს არის G2, როგორც ჯორჯია იწერება ჰაპლოჯგუფებშიც ესე დაგვემთხვა. GG, J2 და R1B. G2 უფრო დასავლეთ საქართველოში გავრცელებული, J1 და 2 უფრო აღმოსავლეთში და R1B სამხრეთ კავკასიაში. ეს გენეტიკური მონაცემი ვისაც აქვს, მაგალითად 70% სარდინიაზე G2 ჰაპლოჯგუფის მატარებელია. ბასკები და დასავლეთ ევროპელები უფრო R1B და J12 უფრო კრეტაზე არიან და G-ც რა თქმა უნდა გავრცელებული. ესეც დადასტურებული ფაქტია გენეტიკურად, რომ აქედან არის ეს ხალხი წასული და არა პირიქით იქიდან აქეთ მოსული, იმიტომ რომ ცოტა ხნის წინ ასევე ალპებში, მთებში იპოვეს გაყინული ადამიანი, რომელიც მიგრირებდა კავკასიიდან წავიდა და მიდიოდა სადღაც იტალიისკენ, მაგრამ გზაში გაიყინა და გარდაიცვალა და ამ ყინულმა ისე კარგად შეინახა, რომ ძალიან კარგი გენეტიკური მასალა მოგცა, არის G2 ჰაპლოჯგუფის მატარებელი, ამკაც დაარქვეს 20 და არის კავკასიიდან ჩვენი ჯიშის და გენის ადამიანი. ასე რომ დაფიქსირებულია და დამტკიცებულია ის, რომ ეს G2 ჰაპლოჯგუფი აქ არის დაბადებული და აქედან არის შემდეგ გავრცელებული და თუ სადმე ვინმე არის ამ ჰაპლოჯგუფის მატარებელი, არის კავკასიელი. მეც რო გავაგზავნე ჩემი მონაცემები, ამერიკაშია ლაბორატორია, ჩვენ ჯერ არ გვაქვს ესეთი რამე. პასუხად ჩამოვიდა, რომ თქვენი ჰაპლოჯგუფი დაბადებული 10000 წლის წინ პირდაპირ მამობრივი ხაზით. ანუ 10000 წლის წინ ჩემი ბაბუის პაპის პაპა ცხოვრობდა აქ და მეც აქ ვარ დღეს. იმიტომ რომ მე დღეს თუ მქვია ქართველი და ვლაპარაკობ ქართულად და ვიცი რომ ჩემი პაპის პაპა აქ იყო. და ნაწერებს ნახულობ და ღვინოს დღესაც ღვინოს ვეძახი, როგორც რომ 1000 წლის წინ ის ჩემი პაპის პაპა ეძახდა, თავად შემიძლია ვთქვა, რომ ისიც ქართველი იყო და მეც ქართველი. და ამას ბევრი მტკიცება არ ჭირდება. დიახ. ლექსოს დავიყვანე ბატონი რამაზ ბატარიძე, ხო, ლექსო? რომელიც რაღაც აი ლაპარაკობს რაღაცას და ამბობს, რომ
ქართველი მეცნიერები წინააღმდეგობაში მოდიან. აი ქართულ ენასთან დაკავშირებით და ბევრი ისეთ რამეს ამბობდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი რატომ არ ყავთ თანამოაზრეები? მე რატომ აყავს? როგორ? მე არ ყავს. არა, ხო, მეცნიერები რო არ არიან, რაღაც ზეწოლა არის თუ დაინტერესება არ არის, ეს ერთი შემიძლია და მეორე შემიძლია კიდე ხო შეიძლება მეორე. აი მაგალითად საეკლესიო ტრადიცია, ეხლა მე-8 ათასწლეულში ვარ ჩვენ. კი. ხო და როდესაც მეცნიერული არგუმენტები არის რომ 10,000 წლის წინანდელი, აი ამასთან რა პასუხი არის? აი ეს მინდა რომ ვკითხო. მე რო დავაპირე ამ წიგნის დაწერა, სანამ ამ ხელა თემა შევეხებოდი, ჯერ ხო ზედმიწევნით შევისწავლე გენეტიკა. მე უფლება არ მქონდა, რომ ისე უბრალოდ რაღაც მომივიდა თავში და ეს დამემტკიცებინა და დამეწერა. ჯერ თავად შევისწავლე და რომ დავწმუნდი, რომ ეს მართლაც ასეა, შემდეგ უკვე დავუკავშირდი და გავბედე და პროფესიონალებს ამ საქმის ვკითხე. გენეტიკოსებს, ბიოლოგებს, რომ სიგიჟე ხო არ ვამბობ, რაღაც ჩემი ფანტაზიის ნაყოფი ხომ არ არის და ასე და ძალიან ძლიერი პროფესიონალები დავიდნენ გვერდში, ქიმიკოსები, ფიზიკოსები, ბიოლოგები და აი როცა მათ დამიდასტურეს, რომ ხო ეს ასეა და აქ არანაირი შეცდომა არ არის და გამორიცხული აქ რამე შემთხვევითობა იყოს, ხოლო ამის მერე გავბედე და გავასაჯაროე ეს ინფორმაცია და მერე ჩავწერე წიგნში. ასე რომ ჩვენთან ძალიან ბევრი გონება გახსნილი ადამიანია და დიდი ინტერესი წვევს ეს საკითხი. ეს რო ასე არ იყოს, არც კითხვასაც არ დაგისვავდა ადამიანი და არც კი დაინტერესებდა თქვათ საუბარი, ხო, ამ თემაზე. და რაც შეეხება ოფიციალურ მხარეს, სამწუხაროა, მაგრამ ასეა. მეცნიერებათა აკადემია ისევ ძველ ყაიდაზეა, ჩვენ გქონდა შეხვედრა, მე ძალიან დიდ პატივს ვცემი იქ მყოფ ადამიანებს, ყავს ბევრი მეგობარიც, მაგრამ არის ისეთი ხალხიც იქ, თვითონ მეცნიერებათა აკადემიაში, ვისაც არ სურს ამ თემის გაშლა, რადგან ძალიან ბევრს აქვს დაცული დისერტაცია ისეთ თემებზე, რომ შენი ეს ახალი თემა რო აღიაროს, იმის დისერტაცია უკვე წყალში ჩაიყვანს. ასე რომ არ აწყობს, არ აღიარებს და ყოველთვის მოძებნის ისეთ გამოსავალს, რომ თავისი გაიტანოს, მაგრამ სამწუხაროა ამას რო ხედავ და სამწუხაროა, რომ ასეთ მერკანტიულ რაღაც წვრილმანებამდე დადიან ადამიანები, ამიტომაც არასოდეს არ მქონია სურვილი არანაირი ხარისხის, ეს რაღაცნაირად ბოჭავს ადამიანს და შემდეგ იკეტებიან იმ თავის ჩარჩოში. აი რახან ეს მეცნიერება არის კვლევა, ძიება, ახალი. აი მე მაგალითად ეხლა ბევრი მეცნიერი ვიცი ისეთი, რომ რაღაცას ამბობდა, ამტკიცებდა, თითქმის რომ დადასტურებულად იძახდა ასე, მაგრამ გავიდა რაღაც პერიოდი და შემდეგ თქვა, რომ არა, ეს ესე არ ყოფილა, ეს ესეა და შეუძლია აზრი. ეს არის მეცნიერი. და არა ის, რომ ჩაეციკლება ერთ რაღაცას და იმის იქით გახედვა რო არ უნდა. აი ამისთანა მეცნიერების ბრალია ზუსტად გრაკლიანის წარწერა, რომ დღემდე გაუშიფრავია. არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს მისი გაშიფრვა და კვლევა. ეს მთელი ერი უნდა იყოს ამაში ჩართული და მთელი უცხოელი ექსპერტები უნდა ყავდეთ. ეხლა მოწვეული და გაგანია მუშაობა უნდა მიდიოდეს ამ თემაზე. ამის მაგივრად მიწა მიაყარეს, დავაკონსერვეთო და მორჩა. და ერთ-ერთი აღმომჩენი ძალიან გული მტკივა რომ ამას ამბობს, ეს არის არამეული ასოებით ქართული წარწერა, ნაწილი არამეულია, ნაწილი ქართულია. როგორ შეიძლება ეს თქვა მეცნიერმა ადამიანმა? როცა რომ თვითონვე ამბობთ, ლაბორატორიამ დაამტკიცა, რომ ეს არის მე-11 საუკუნე ქრისტემდე და არამეული ჩვენ ვიცით მე-7 საუკუნეში. ანუ ჩვენ უფრო ადრე წერდით ვიდრე არამეელები? აი რაღაც ლოგიკას ხო უნდა ქონდეს ადგილი რა. ასე რომ სამწუხაროა, მაგრამ მოვა ალბათ იმის დრო, რომ მოუწევთ აღიარება. ეს მეორე შემიძლია. უკაცრავად შემახსენე. მეორე აი ხაც ახსენეთ მე-11 საუკუნე ქრისტემდე. საეკლესიო ტრადიციით ჩვენ ვართ ახლა ტრადიცია გულისხმობს იმას, რომ წელთაღრიცხვა იწყება
ადამი რო 64-დან გამოიდევნა მაგის შემდგომ მანამდე არ არის აღრიცხული წელი. კი ბატონო 8000 წელი. მერვე 1000 წლებში ვარ და აი როცა მეცნიერება ამბობს რომ ეს არის 11,000 წლის წინ და არა 11000 არა მე 11 საუკუნე 1100 წლის წინანდელია გრაკლიანის დამწერლობა. წერან რაღაც იყო მგონი ახსენეთ ჩემის გავაგზავნე და 10000 წლის წინ თუ შევწდები. არა გენეტიკა ანუ ჩვენი წინაპარი კავკასიაში ცხოვრობდა 10000 წლის წინ. კი ისე ქართული წელთაღრიცხვა ჩვენ ვიცით 5604 წელი ხო ქრისტემდე. ეხლა 8000-მდე ჯერ არ ვართ მისული. აი ხლა რაც შეეხება ამ თარიღებს. ძალიან ბევრი დავა და კამათი არის და დადასტურებულად რაც ვიცი და ჩემი წინაპრების რომ ჯერა მე ეს არის 5604 წელი ქართული წელთაღრიცხვა. და რატო? იმიტომ რომ ეკლესიაც ამ თარიღს ეთანხმება და ადასტურებს, ასევე ბევრი სხვა მონაცემიც გვაქვს და ხვამლის მთაზე, როცა ექსპედიცია ჩატარდა, ეხლა ბოლოს რო იყვნენ უკვე აღმოაჩინეს კედელზე ნახატები, ეს იყო პიქტოგრამები და ეს პიქტოგრამები გამოსახავდა ვარსკვლავებს და თანავარსკვლავედებს. რა მდგომარეობა იყო იმ დროს, აი ვენერა მაგალითად მზე და როგორ ფორმაში იყვნენ ერთმანეთს მიმართებაში. და შემდეგ კომპიუტერული პროგრამით გამოთვალეს და ეს იყო 5604 წლის 18 მარტი. 18-დან 21 მარტამდე ბუნიობა გაზაფხულს. ეს კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთია იმის, რომ აი ამ თარიღში რაღაც დიდი ხდება, არ ვიცი ოღონდ მე რა ხდება. ადამი გამოდის 64-დან, ედემის ბაღიდან უბრალოდ და დედამიწაზე იწყებს ცხოვრებას, როგორც ადამიანი. თუ კიდე სხვა რამე პირობა, მე ამას ვერ გეტყვით, კომპეტენტური არ ვარ ამაში, ამაში უფრო მამები გეტყვიან რა და როგორ. და რაც შეეხება იმ თარიღებს, ეს არის მოიხსენებათ ნახშირით იღებენ ამ თარიღს და თუნდაც ის რომ 2,800,000 წლის წინანდელია ზეზოადამზია, ან თუნდაც 10000 წლის წინანდელია რაღაც არტეფაქტი. ეს არის ნახშირბადით გაკეთებული ანალიზები. და ამას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს და რატო? აი ხო არის მაგალითად ღვინო ქვევრი რო ვიპოვეთ, რომელშიც ღვინო ესხა, ხო? და არის დათარიღდა დაუშვათ 8000 წლით. მაგრამ სადღაც იპოვეს სხვა არტეფაქტი დათარიღდა 6000. ეს ხო ერთი და იგივე ფორმით თარიღდება იმ ნახშირბადის დათარიღებით. თუ ისინი ცდებიან და ალბათ ცდებიან, როგორც ბევრ რამეში, თუ დაიკლებს ჩვენი 8000-იანი და ჩამოვა 6000 წელზე, იმათიც დაიკლებს, ხო? და ჩამოვა 4000. ანუ ეს თარიღების პირობითია და მაინც და მაინც დიდ ნიშნულობას არ მოგცემს და განსხვავებას იმაში, რომ ჩვენი არტეფაქტებია უძველესი. და რაც შეეხება დროს, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ერთი რაც ვიცი დაზუსტებით, ეს არის 5604 წელი, ჩვენ ესე ვითვლით ქართული წელთაღრიცხვა. ძველი წელთაღრიცხვა. კი. შუმერული და ქართული წელთაღრიცხვა, ქართული საეკლესიო ერთმანეთს ზუსტად ემთხვევა. ერთ-ერთი 5604 წელია ეს. ეთყობა რაღაც ძალიან განსაკუთრებული მოხდა ამ წელს და აქედან ავიწყეთ ჩვენ დათვლა. დიახ. გენეტიკის და ქართული ამბავის კავშირი. კი. ძალიან საინტერესოა, აი ძალიან ორივე მხრიდან და მათი კავშირი კიდევ უფრო მეტად საინტერესოა. მათზე ხო, ნუ ეგ ეხლა აი აქ წიგნში დეტალურად არის აღწერილი. შეგიძლიათ შემდეგ მე სქემაც ნახოთ, გვერდზეც მაქვს ეს დადებული. ესეთი რამაა, რომ ცოტა მაინც გენეტიკაში უნდა ჩავიხედოთ, რომ დავწუნდეთ, რომ ეს ასეა. მაგრამ ისე ორი სიტყვით რო ვთქვათ, არსებობს რაღაც ამ სამყაროში რაღაც პრინციპი, რაც ღმერთმა გამოიყენა სამყაროს შესაქმნელად. რაღაც სიტყვა აქვს ეს დედამიწა, ადამიანი და ენის სტრუქტურა, დამწერლობა და ადამიანის გენეტიკური სტრუქტურა ერთი და იგივე პრინციპით არის აგებული. აი, მარტივად როგორ ვთქვათ, DNM არის ადამიანის პროგრამა. ყველა ჩვენთაგანს აქვს ეს. DNM-ში არის 46 ქრომოსომა
და 64 კოდონი. ამ კოდონებით იქნება ამინომჟავები, 21 ამინომჟავა, რითაც საზრდოობთ საერთოდ ადამიანები, ხო? და DNM-ი, ის 46 ქრომოსომა არის უცვლელად და ის არის როგორც პროგრამა, როგორც კომპიუტერის მყარი დისკი. და იქ არის ჩაწერილი მთელი ინფორმაცია. ეს არის გაწერილი ტრიპლეტებით. ეს ტრიპლეტები აზოტოვანი ფუძეები ერთმანეთს ენაცვლებიან და აი ეს 4 ასო გენეტიკურად 4 ასო ადენი, თიმინი, გუანი და ციტოზინი, ACTG ესე აღნიშნავენ, ერთმანეთს ენაცვლებიან. და როგორც ნოლები და ერთები, თქვა კომპიუტერში სხვადასხვა რაღაცას ვღებულობთ, ასე არის ჩვენ ორგანიზმშიც. ეს ტრიპლეტები ერთმანეთს ენაცვლებიან და ისეთ ქსოვილს ქმნიან, რაც საჭიროა ადამიანისთვის. აბსოლუტურად ყველა უჯრედი არის ერთნაირი ადამიანის. აბსოლუტურად ყველა უჯრედში არის ეს 46 ქრომოსომა. მაგრამ თვითონ ამ DNM-მა იცის რა უნდა შექმნას, ღვიძლის ქსოვილი, თუ ძვლის, თუ კანის, ანუ რაც ჭირდება ადამიანს, იმას ქმნის. ზუსტად ეს არიციან მეცნიერებმა რა იძულებს DNM-ს, ან საიდან ღებულობს ამ ინფორმაციას, რა თუნდა გადაიქცეს. ღეროვანი უჯრედი როგორ გადაიქცეს? კი, ღეროვანი უჯრედი გადაიქცევა, როცა საჭიროა ღვიძლის ნაწილად, როცა საჭიროა ელენთად და ასე შემდეგ. საიდან ღებულობს ბრძანებას ეს ორგანელა, ეს არავინ იცის. არა და იძახიან რომ არა, ღმერთის აღიარება არ უნდათ. ნუ შეუძლებელია. ღმერთი და შემოქმედი არ აღიარო, იმიტომ რომ კითხვებზე პასუხი არ აქვს. კი იციან რომელი ტრიპლეტი რას აკეთებს, რომელი ამინომჟავა საიდან უნდა მოიპოვოს, რას გვაძლევს, მაგრამ რა იცის იმ ღეროვანმა უჯრედმა იმ წუთში რა უნდა გააკეთოს და ამ ბრძანებას საიდან ღებულობს, ეს ვერ დაადგინოს. ვერ დაადგინოს. ასეა ჩვენი ამბანი და სიტყვაც. ამბანში გვაქვს 37-ას მოცემული, მე ხელმძღვანელობ დავათის სტელათი, რაც უძველესი არტეფაქტია და იქ არის 37-ასო ნიშანი. და ეს 37 ასო ნიშანი ამბანში მოცემული ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ეს ასოები და ვღებულობთ უამრავი რაოდენობის სიტყვას, ხო? აი ესეა ზუსტად ადამიანის ორგანიზმიც. ის უჯრედები და ტრიპლეტები ისე ენაცვლებიან ერთმანეთს, რომ მე თვითონ ქმნიან ამ ყველაფერს. როგორც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ამბანით დავწეროთ მხოლოდ ერთი სიტყვა, ან ერთი ესეთი პატარა წიგნი, ან მთელი რაღაც ასტომეული, ასეა DNM-იც. შესაძლებელია პატარა რაღაცი შექმნა DNM-ით, შეიძლება დიდი ადამიანის და ასე შემდეგ. ზე რომ ერთ-ერთი ჩდება ეს ყველაფერი, მაგრამ აქ კიდე ძალიან პატარ-პატარა დეტალებია, სადაც აი მაგალითად 4 ბლოკი არსებობს მხოლოდ DNM-ში განსხვავებული. ამ 4 ბლოკს აქვს 4 ფუძე და საერთოდ იქნება ორ სპირალში 32 ფუძე. ეს არის ხერხემალს ეძახიან DNM-ის ხერხემალს. და 32 ფუძეში ჩავსვი 32 თანხმოვანი. და ამ ორ ხერხემალს შორის, ორ სპირალს შორის DNM-ის არის აზოტოვანი ფუძეები, რომლებიც აკავშირებენ და რომლებიც მონაცვლეობას განიცდიან. ეს არის 4 აზოტოვანი ფუძე, ადენი, თიმინი, გუანი და ციტოზინი. და ამათი მონაცვლეობის შემდეგ იგება ქსოვილები. იქ ჩავსვი ხმოვნები. და აი, როგორც ერთ-ერთი ისე ჯდება ეს ყველაფერი 32 თანხმოვანი და 4 ხმოვანი AE-ო. და როგორც ჩვენ ამბანში ცალკე გრაფემა არ აქვს უს, ასევეა DNM-შიც. DNM-ი, როცა ეს ორი სპირალი, თქვათ, მამრიდან მდედრი ერთმანეთს ერწყმის, ესეც ძალიან საინტერესოა, შეჯვარებას ვეძახით ჩვენ ქართველები. არა და ამ პროცესში ჯვარი საერთოდ არ უნდა იყოს არაფერ კავშირში, მაგრამ თურმე DNM-ის ორი სპირალი მამრის და მდედრის იშლება, როცა ეს შეჯვარება ხდება, ერთმანეთს ჯვრის ფორმით ერწყმიან და სვლიან ინფორმაციას და ამის შემდეგ უკვე ისევე ამოიბადება აქედან აი ესეთი ფორმით არის, აი ორი სპირალი ღებულობს აი ჯვრის ფორმას. და დედის და მამის გენები, საუკეთესო გენებს აიღებს ერთი სპირალი მერე გამოვა აქედან, რასაც ქვია RNM. და
RNM-ი შემდეგ უკვე აკოპირებს თავისივე მსგავს მეორე სპირალს და ისევ იქცევა DNM-ად. ოღონდ ეს უკვე ახალი DNM-ია, დედის და მამის საერთო ინფორმაციით შეკრებილი. და აი ზუსტად ამ მომენტში, როცა RNM-ად გადაიქცევა DNM-ი ეს სპირალში გადადის, ამ დროს იქ აზოტოვან ფუძეებში თიმის ანაცვლებს ურაცილი. ანუ სხვა აზოტოვანი ფუძე ერთვება საქმეში. ურაცილი, რომელიც ამ საქმეს აკეთებს. და ჩვენთანაც, ჩვენ ამბანშიც ასეა. ონში ჯდება ვიე და ხდება უნი. უნს სალკი გრაფემა თავისი არ აქვს. და აი ესეთი წვრილი დეტალების გათვალისწინებითაც კი ერთ-ერთი ჯდება DNM-ი და ჩვენი ამბანური სისტემა. და 3+1 პრინციპი და ასე შემდეგ და გაასაუგებელი და ძალიან კარგად გასაკვირი კიდევ ის არის, რომ რუსთავში ვარ და რუსთაველი რო არ ახსენავს. რუსთაველს აქვს თავის პოემაში ეს პრინციპი გამოყენებული. ეხლა საიდან ქონდა, როგორ ქონდა, რა ქონდა მას ეს ინფორმაცია და ცოდნა არ ვიცი, მაგრამ ყველა სტროფში 64 მარცვალია, როგორც 64 კოდონი, 3+1 პრინციპი აქვს დაცული ყველგან აბსოლუტურად, იმიტომ რომ დაერთვის მეოთხე ხაზამდე. მაღალი და დაბალი შაირი, როგორც DNM-ში 3' და 5' ბოლოები და აი პირველი მაგალითად პროლოგი 32 სტროფი და უბრალოდ ეპილოგი და პროლოგი 5 სტროფი და მთლიანად თავები რო დათვალოთ 64 და ასე შემდეგ. ანუ ამ პრინციპს მიყვება. და ხო ბევრს კითხვა უჩნდება ხოლმე რუსთაველმა იცოდა DNM მეც არ ვიცოდი, მაგრამ არა აქვს ამას მნიშვნელობა. არის რაღაც ასეთი ღვთიური პრინციპი, რაღაც უნივერსალური სქემა, რაც არის ზუსტი და აი ჩვენი აგებულებისთვის აუცილებელი და ამ პრინციპით იგება მერე ამბანიც, DNM-იც, პოემაც და ადამიანის თლიანად. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო კახაბერ ჩვენთან სტუმრობისათვის, ასეთი წკინვალე ლექციისათვის და გავგიშთა სურვილი ვფიქრობ არა მარტო მე, არამედ აუდიტორიას, რომ არაერთხელ კიდევ მომზადეთ და შეთანხმებით რა თქმა უნდა ჩავიტაროთ საგანმანათლებლო ლექცია. კარგად. ამას ყველაფერს მოკლებული ვარ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა და ჩემთვისაც უკეთესი იქნება რამე ერთი თემა ავარჩიოთ და იმაზე ვისაუბროთ, თორე ყველაფერზე ერთად საუბარი თან არაფერი გამოდის ბოლოს და აი თქვა შეიძლება მარტო ბასკურზე ვილაპარაკოთ, ან მარტო კრეტაზე, ან რაღაცა. შეუძლება ჯობია. რაღაცაზე მივიღეთ პასუხი. თუ არის კითხვები, კიდევ გიპასუხებ, გაიგე. შეუძლია.